მოგესალმებით. ნახოთ. თქვენი ჩაფიქრებული. რატომღაც ძალიან განმარტოებული, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ჩაკეტილი არის ამ ეტაპზე. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ თითქოს ყველაფრიდან რომ თავს იკავებს ესეთნაირი პოზიცია აქვს. არადა ეს რატომღაც უფრო არის საკუთარი თავის შეჩერება, ხო? ესეთ პოზიცია კი ბატონო. კარგი რამ განაპირობებს. უბრალოდ ეს არის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ესეთნაირად არის. რამ განაპირობა მთლად, ცოტა შეიძლება რამე წინ ვერ წავიდა. რაღაცა იმისი სურვილი, რაც უნდა დაასრულებულიყო, რატომღაც მთლად არ არის თითქოს. დაკმაყოფილებული. არადა მას ზუსტად ეს პერიოდი ჰქონდა, რომ მე რაც მინდა მივაღწიე, რაც მე ესეთი მომენტი თითქოს ჰქონდა. მაგრამ რაღაც სიმართლის ძებნის ვარიანტიც არის ადამიანი. ეს დროებითი არის პრინციპში, იმიტომ რომ ადამიანი აი საკუთარ თავის ჩაღრმავება ზუსტად აქედან ხდება, ხო? რაღაცა ფიქრის რეჟიმი, რომ და დროებით დისტანცია ყველასგან. თუმცა ესე მთლად ჩაკეტილი ახლა საბანი კონდეს გადახურული ან ოთხ კედელში იჭდეს, იწვეს, ესე არ არის. მოძრაობს ამ წუთში შეიძლება რა ვიცი, მანქანით ან რაღაც სატრანსპორტო საშუალებით თითქოს გადაადგილდება. როცა თქვენ მოისმენთ დაახლოებით იმ პერიოდში. ესე ცოტა გადაადგილებები აქვს. კარგი, რას გრძნობს თქვენს მიმართ? გაგვირდებათ ყოველ შემთხვევაში. გაგვირდებათ. რას გრძნობს მარტო დაგვირვაზე საუბრობთ? ნუ მოგწერთ რაღაცას. მაგრამ რატო იცავს თავს, რაჭერს თავის დაცვა თქვენ თანაშმაშია? მე უფრო მგონია, რომ ძალიან ახლა ისეთი პერიოდია, მინდა გითხრათ შეგახსენოთ. ეს 17 ვიცით, რომ ჩინური ჰოროსკოპით ახალი წელი ახლა დგება და მოხდა მზის დაბნელებაში. არ არის გამორიცხული, ბევრი თქვენთაგანი ცოტა ვერ იყოთ ფორმაში. ეს თავის ტკივილები მეც საშინელი მაქვს სხვათა შორის. არ ვიცი, რამდენი წამალი დავле, მაგრამ მაინც ვერ მოვიშორე წნევები. ეს არ არის ჯადო ახლა ხალხნო აქ და მაგია. ეს არის ესეთი, სხვათა შორის ახალ წელსაც ძალიან ისე გამოვიდა, არ ველოდი. ჩემთვის დაუგეგმავი და არასასიამოვნოდ შეხვედრა და მე ვიფიქრე, რომ იქნებ 17-ში მაინც რაღაც შევცვალო ახლა. ხო და ახლა რაღაც ისე უსიამოვნოდ ვერ ვარ რაღაცნაირად ვარ, აი. ხო და რა უნდა 2026? გასაგებია, რომ მოძრაობა უყვარს და ეს არ არის
წელიწადი რო სახლში დაჯდე ადამიანმა, ხო? მაგრამ ესეთი შემოტევებით დაწყებაც არასპონტანური დაუგეგმავი ესეთი რაღაცებით ჩემთან ესე დაიწყო მაგალითად. რაც გათვლილი არ მაქვს. რასაც არ მართლა არ ველოდი, იმიტომ რომ ეხლა ესე საჯაროდ არ დამიდევს, მაგრამ ჩემზე ცხოვაკეთებ კაშლას და ნახე გაუთვალისწინებელი კი დამიფიქსირდა რაღაცեր, მაგრამ თლად ესე ვერ ვიფიქრე მაინც. ხო არის რომ რაღაცას ბოლომდე კიდე ვერ დაიჯერებ, ხო? რა უნდა იყოს დავუშვათ ეს. აი ამიტომ ეს ადამიანი ხა ცოტა ცუდად თუ არის და ენერგიოთ არის რაღაცა, ეხლა ამ პერიოდში მოკლე გაშლა, ხო შემდეგ კიდე დავდება გაშლებს. შეიძლება უბრალოდ ამიტომ არის. და ეს არის მისი მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, ხო, ნამდვილად რაღაც შეიძლება ავად თუ რაღაც ესე ავადმყოფურად განიცდის კიდევ რაღაც ესეთი პოზიცია აქვს. ამიტომ ახლა ვერ ვიტყვი ეს თქვენ გეხებათ მისი ამხელა გულისკენა თქვენ ადგინეთ გული თუ უბრალოდ ის დაბნელებას დაემთხვა. ამის გამო არის. ამიტომ თქვენც გაითვალისწინეთ, ეხლა მიღებული გადაწყვეტილებები 1-3 დღე კიდე შეიკავეთ თავი მეკითხარით, რომ გააკეთეთ დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ბევრთან თვის ბოლომდე ფიქსირდება, ბევრთან უკვე დასრულდა 17-დან, ბევრთან 1-3 დღე და ესე. ხო, ეს გადაწყვეტილებების მიღება ემოციებზე აყოლა ესეთ რაღაცები. არ უნდა გააკეთოთ. კარგი, თქვენს მიმართ რას გრძნობთ, ხო? თქვენთან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აქვს ის მომენტი, რომ აი რაღაცის მეგობრული თუ ესეთი დამოკიდებულება უყონთ მეგობრული, ან ძალიან მოწონ ხართ. აქ სიყვარულს მე ამ ურთიერთობას ვერ დავარქმევ. სიყვარული არა. შეიძლება უბრალოდ ეს იყოს უნდადეს თქვენთან რაღაცა ესეთი მსუბუქი ურთიერთობა თუ პირადის, ეხლა პირადს ისმენთ, ხო? და თქვენ იმედი ცოტა მეტი გაქვთ და მეტი ნიშნულობა მიანიჭეთ ამ ადამიანს, მაშინ დაიცოდეთ, რომ უბრალოდ ეს ადამიანი ესე თავისუფალი ურთიერთობით, თავისებურ რაღაცნაირი ურთიერთობით, ხო? ესეთნაირი დამოკიდებულება აქვს. თუმცა თვითონ მეუბნება, მე მინდა შენთან მეგობრობა და მე რაც მინდა ის იქნება. ეს არ არის ის პიროვნება, ხლა ქალს რაც უნდა ის იყოს. ხანდახან არის, ხო, პირიქით. არა, აქ ესე ამბობ პირდაპირ. თითქოს უკვე ამან მიიღო გადაწყვეტილება. ეს არ არის სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ეს უკვე მიიღო ამან გადაწყვეტილება. თქვენ შორის დავუშვათ როგორ ურთიერთობაში უნდა დარჩეს. რა უნდა დავუსვა ახლა კითხვა, რა ვიცი, რა სიზამრო, აინც რამე სიმოქმედებს. თავისი ქაოსი, თავისი რაღაცებით. ჯერ თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული. მე ასე გეტყოდით, ალბათ უფრო მეტი დრო სჭირდება აქ ამ ადამიანს გაირკვეს საკუთარ თავში, ხო? იმოქმედებს, რას იმოქმედებს, რაღაც მანიპულაციები, ქაოსი, შეტყობინება, რაღაცები იქნება, შეიძლება ის მომენტი იყოს რაღაც არ ვიცი, ახლა რამეზე მოგადგე, შეიძლება დახმარება, ხო, ან რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არც სჭირდება ადამიანს, მაგრამ მიზეზი. ან უბრალოდ რა ქაოსში ხარ, აბა კიდე ეს რამ გამოიწვიეს ქაოსი. თავისი პრობლემები, რომელიც ვერ მოაგვარა, ვერ განულა და ასე შემდეგ, რაღაცების განულება თუ გამოგვარება სურს. ძალიან იმედგაცრუებულია სხვათა შორის. რატომღაც მოწყენილი, ხო?
თუ გითხრათ ახლა გრძნობები აქ თქვენ როგორ პოზიციაზეც ხართ ისე არის ისიც განწყობილი თითქოს ერთნაირად ხართ ამ ეტაპზე მაგრამ მგონია მე ახლა აქ ქალბატონი ძალიან შეყვარებული ქალბატონი უსმენდეს ამას ან შეიძლება უბრალოდ ახლა ხართ ძალიან გამკაცრებული და ისეთ ხასიათზე ხო ოს ქვია აბრიალებთ თვალებს თვითონაც რაღაც ესე ახლა ცოტა ცვლილებები აქვს ხასიათში ის რომ ადროვეთ მოდი ასე გეტყოდით თუ საკუთარ თავში არის ჩაკეტილი ესე ცოტა ხანი ეს თვე მაინც ვითბინეთ და ადროვეთ იმიტომ რომ თითქოს დრო სჭირდება სხვათა შორის თვითონაც ფიქრობს რა თქვენც დრო გსჭირდებათ რაღაცა გულისტკივილი თუ რაღაცებიდან გამოხვიდეთ ზოგჯერ არის კიდევ ესეთი ვარიანტი რომ ადამიანები ერთმანეთს რაღაცა ტკივილს რომ აყენებენ იწყებენ აი იქედან შენი ბრალია ნახეთ თქვენ გეკითხებით და რაღაც ეს არის გულის ტკივილში ამას შევეკითხე ახლა და ისეც ის იგივეს ფიქრობს რომ თქვენც რაღაცა ისე ხართ და ამ შემთხვევაში ხშირად არის რომ აი პარტნიორს ადანაშაულებთ და იქედან იწყებთ ამ ყველაფერს ხო აი დამნაშავე არის ის არის აი და ეს არ უნდა იყოს ნახეთ იმიტომ რომ ცალი მხრიდან ხე არ იჭრება ხო როდესაც ზოგადად რაღაცა პრობლემა წარმოიქმნება დავუშვათ გაიცანით ვიღაცა შეიქმნა რაღაცა პრობლემა ხო ჯობია უკვე გახვიდეთ დისტანციაზე სიტყვაზე ან აი გაარკვიოთ მაგრამ სიმართლეს გეტყვით ეგეც არის კი გაარკვევ სიმართლეს თუ გეტყვით დაელაპარაკები სიმართლეს თუ იტყვის მაგრამ რაღაცა ესეთი მომენტი არის ხო ორივე ერთნაირ ხასიათზე ხართ კარგი რა შეიძლება შეიძლება ის რომ აქ ურთიერთობის დასასრულია კარგი გზერდება მაგრამ მე ცოტა გავყოფ ამ გაშლას ესეთ 50-50-ზე არ არის გამორიცხული შეიცვალოს ის მომენტი რომ მომენტალური ცვლილება მოხდეს და უცებ მოვიდეს ამ ადამიანმა და დაოჯახდეთ უცებ გთხოვოთ ხელი და უცებ აი უცებ გადა ან ამას მაშინ თუ აქ მესამე შეიძლება დაოჯახებას აპირებს და გაიგოთ ეს შეიძლება ის ჩაკეტილობა საკუთარ თავში და ეს ყველაფერი მაგიტომ ჭირდება გაარკვიოს საკუთარ თავთან ესეთ დასკვნამდე ხო ამ გაშლიდან ახლა მე მივედი რომ გაარკვიოს თქვენ თუ დავუშვათ სხვა ადამიანი რადგან საჯაროა გაშლა ხო ესე ოჯახს კონსერვატ ოჯახს ოჯახის ვიღაცასთან მომენტალური ცვლილება იქნება ისეთი რომელსაც არ ელოდებთ ან ახალ თქვენ იცნობთ მაშინ ახალ პიროვნებას მე არ ვიცი ახლა აღარ ვეძებ მასე კონკრეტულად ან ბიჭის მხრიდან ან გოგოს მხრიდან მომენტალური ცვლილება არის აი მოწმენდილცაზე რომ უცებ დილით რომ ზია და საღამოს უკვე ძალიან მაგარი ქარბუქია მომარდება და წვიმს და ავის გადაირევა ესეთი არის ან პირიქით იყოს და ისე აი შეიძლება ხე მოგლიჯოს აგერ ისეთი ის იყოს ჭექაქუხილი და მე გამოანათებს და ვითომ მაქაც არაფერი ისე უნდა მუსოთ აი რაღაც ესეთი ხდება აქ არ არის გამორიცხული ეს ადამიანი უცებ მომენტალურად და всё უკვე პირდაპირ დავჭახება პირდაპირ ეგრევე ხელის თხოვნა მოდის მე შენ რაღაცა ის ან არის კიდე გაიცნობთ ვიღაცას და შედიხართ სხვა ურთიერთობაში ან თქვენ ან მას მოყავს ვიღაცა ცოლი დაინტერესებულია აი ესეთი გაშლა გამოვიდა საინტერესოა ძალიან აგურებული ვარ გაუცებული ვარ იმიტომ
ესეთ დასასრულს არ ველოდი. ახლა ბოლოში ისეთი არკანები დამეფიქსირდა, აი როგორ არის, თქვენც გრძნობთ, რომ მე შევიცვალე. თავიდან ხო სხვანაირად დავიწყე რაღაცა ის. არა და თავი ისე მდგივა. მაგრამ როგორ არის, იცით? ენერგიას წამოვიდა, თქვენ შეიცვლებით ყველაფერი მომენტალურად ესეთნაირად რაღაცა. თუ კი თქვენც ესეთ ენერგიებში ხართ, კი თავისუფლდებით ეჭვებიდან და რაღაც გაუგებრობებიდან და უსამართლობებიდან. რა საინტერესოა. ჩენდა კარგო არ მინდაო პირიქით. ამას ამბობს ადამიანი მონატრება, ერთად ყოფნა და მომენტალური ცვლილება. აი, გეუბნებით. ეს არის სასწაული. ასეთ დასასრულს არ ველოდი, ახლა მე რაც აქ ასლები დავიწყე. მომენტალურად გამოხვალ რაღაცა დაბნეულობის მომენტიდან სასწაულია. ცოტა იმიტომ რომ ასეთ დასასრულს არ ველოდი. უკვე მე რამდენჯერ გავიმეორე. ნახეთ, მე თვითონ რაღაც ისე დავრჩი, ხო ხვდებით, ყბადაღებული, ჩამომივარდა ყბა. ყვა უეჭველი შეიძლება აქ. თქვენ ურთიერთობა. ანუ რაღაცა ვიცი, ამასთან ახლოს ნახო, როგორ არის, იცით? მე თვითონ შემატყობთ უკვე აქ ისეთი მსმენელები ხართ უკვე ბევრი. მეუბნება ბევრი და ერთს ახლა ვიცი კიდე ამ ბოლოს მითხრა და გაეღიმება. ჩემი ხმის ტემბრზე ხვდებით უკვე მე როგორ ხასიათზე ვარ ამჭირს, კარგად ვარ, ცუდად ვარ თუ საუბრის მანერაზეც. იმდენად შემისწავლეთ, ხო? და შანსი არ არის ახლა შემატყობდით, რომ აი მომენტალურად ისე გამოვცოცხლდი, ესე იქნება თქვენთანაც. ესეთი გაკვირვებული და რა ვიცი, საყდარ დარჩენილი მარტო თქვენ არა ეტყობას, ყველა ესე დარჩება საყდად, ესეც არ ველოდიო. თლად ასაც არ ველოდიო. აქ იქნება, რა ვიცი, ერთ დღეში გადატრიალება. აი როგორც ამინდი შეგიდარეთ, ერთ დღეში ესეთი დამიფიქსირდა. სასწაული. რადგან პრინციპში შეიძლება მართლა მოვიდეს და თქვათ ხელი, ხო? ან გაიგოთ, რომ ვიღაცასთან ურთიერთობაში თურმე ესეც არ არის გამორიცხული. დღეისთვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებებს დაკავშირებით დროებით.